მე გეტყვით, რა კეთდება დღეს ამ წუთში და რა არის გაკეთებული ქართული ოცნების მიერ მთასთან თუ მეურნეობის განვითარების ტრადიციულ ფორმებთან დაკავშირებით და მე უკვე დიალოგში თქვენი კითხვებით და მე უკვე იქით რა წავიღოთ და რა დაუმატოთ და რა შევცვალოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მზადდება ან მზად არის, ჯერ მანამ ის დოკუმენტად იქცევა აქ მოვა თქვენთან და საბოლოოდ მაინც აქ განვიხილავთ. მე მივცემთ იმას პარლამენტს, მომავალ პარლამენტს იმისთვის, რომ მას კანონის სახე მიცეს. 6 თვით უკან მოვიდნენ და წაგვართვეს 10 გექტარი საძოვარი რიყის პირზე, იქ თქვენ ნახავთ აკლები და იძახიან, რომ ალაზნის პირზე. ერთი 200 კაცი შევიკრიბეთ, კატეგორიული წინააღმდეგი იყო მოსახლეობა. მე მოიყვანეს ეს დებილი მასწავლებლები საბავშვო ბაღებიდან და ისინი ალაპარაკეს, რომ თანახმანი ვართ რა გაჩერდით გაგაში ხალხი ასეთი არ არის კაცო აი ვისია საძოვარი როცა უნდა წაგვართვე როცა უნდა კაცო რა უნდა კაცო კაკალი ვისაც შეაინტერესებს მე მასალა დაუბრუნდეს საზღვარგარეთ ნამყოფი ვარ მე ის მტკივა ბატონმა ბიძინამ გაამახვილოს ყურადღება ლაპარაკში ნახევარი საქართველოს გასულიყავს აი მათ მოყვანა იმათ მობრუნება ისე უნდა შეძლოს რომ კი არ უნდა მოიყვანოს თავისით უნდა მოვიდნენ აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო მექანიზმები ყველა სახელმწიფო უწყება გაერთიანებულია იმ ძალისხმევისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის დაშინება აი შეხვედრაზე მიუსვლელობისათვის სახელმწიფო მოხელეებიც მებრალებიან იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს აიძულებენ რომ საკუთარი სოფლელები აღარ ეცხონ ბოლშევიკებივით კომკავშირელებად აქცია მიშა სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი თანამემამულე თუშები ღატაკებს აშინებენ პოლიციის მოხსნით დახმარების მოხსნით პოლისი და ეს დახმარების მექანიზმები აბსოლუტურად პოლიტიკური ინსტრუმენტად აქვს ხელისუფლებას ნაქცევი რა პირდაპირ ეუბნებიან მოგიხსნით მაშინ დახმარებას აი პოლისი იმიტომ გაძლებო რომ შენი ქარ მიხვიდე მხარე დამიჭირო ესეთი მდგომარეობაა და მე მგონი ახლა საკმარისი მიზეზია იმისათვის რომ ადამიანები მოერიდნენ ამ თავყრილობებს თუმცა რა თქმა უნდა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება ბიძინა ივანიშვილის ძალის ხელისუფლებაში მოსვლას და გადარჩენას ქვეყნისას და საკუთარი თავისას. პირველი რაც მინდა ვთქვა, თუ კი ხმების ბეღელად ითვლებოდა პანკისის ხეობა, მაშინ ბეღელში ვეღარ ქონიათ კარგად საქმე ხელისუფლებას. იმ მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენი გქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები და ძალიან საინტერესო ადამიანები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი და აღმოჩენა იყო პანკისის ხეობა მთლიანობაში. იმიტომ რომ დღეს ალბათ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ეს მხარე გონია. რაღაც იზოლირებული, სადღაც ტყეღრეში ჩაკარგული, რაღაც საშინელებების ადგილი, სადაც ყველაფერი ცუდი ხდებოდა და აი ხელისუფლება უკანასკნელი წლების მანძილზე აქ რაღაც ამყარებდა წესრიგს და ასე შემდეგ და არაერთხელ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებები, ვიღაცები აქ შეეწირნენ ამ ყველაფერს რაღაც. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ გავიცანი და ვნახე უაღრესად პატრიოტიანი და ესეთ დალაგებული, წყნარი, დამშვიდებული ხალხი სუფთა კოპწია სოფლები რაც აი ჩემთვის გადასარევად მოაზროვნე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი